მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო. დიდი მადლობა ოლფას, რომ შევკრიბა და გვაქვს საშუალება ერთმანეთის ნახვის ესეთ დაძაბულ ცხოვრების რეჟიმის ფონზე. ჩემთვის დიდი პატივია ესეთი კოლეგების ხილვა, ვღელავ ნამდვილად, იმიტომ რომ ჩემთვის ბევრი საპატივცემულო სახეზის დარბაზში. ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია და ალბათ გამიჭირდება რაიმე ახალი გითხრათ პრეპარატ ეტაციზინზე. თუმცა ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი დღეს არის ის, რომ ჩატარდა კვლევა ეტაციზინზე, რომელიც ხმამაღალი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ აღიარებული იქნა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ. კვლევა გამოქვეყნდა European Heart Journal-ში და ასევე მოხსენების სახით იქნა წარდგენილი ბოლო ESC-ის კონგრესზე ლონდონში და თქვენს გაგაცნობთ ამ კვლევას. ახლა ამ კვლევის იდეა საერთოდ რომ გაგვეკეთებინა წამოვიდა იქედან, რომ სამწუხაროდ დღემდე ბევრი თუ არა რამდენიმე კოლეგამ შეიძლება მაინც სკეპტიკურად შეხედონ აღნიშნულ პრეპარატს და მეც ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, მათ შორის წლების წინ, როდესაც აი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მქონდა ხოლმე საუბარი, რომ თუ ესეთი კარგი პრეპარატია, რატომ არ არსებობს კვლევა, რატომ არ არის მტკიცებულებით ფორმით ნათქვამი საინფორმაციო სტატიების, თუ აბსტრაქტების, თუ პრეზენტაციების სახით და მაშინ გაჩნდა ჩვენ საერთო საუბრისას ესეთი იდეა, რომ ჩვენ ესე ცოტა ზედმეტად ამბიციურად საქართველოდან მიგვეწვინა ხმა შესაბამისი საზოგადოებებისთვის და პირებისთვის, რომ გაგვეკეთებინა კვლევა და ჩვენ მიგვიღო ჩვენივე შედეგები. შედეგები მართლაც ნამდვილად საინტერესოა და ვეცდები რომ წარმოგიდგინოთ ასევე საინტერესოდ. კვლევა ეხება ეტაციზინის პროსპექტულ ანალიზს, წინაგულოვანი და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არითმიის დროს თუ რა ეფექტი და რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ქონდეს, შეფასებული იქნა როგორც ეფექტურობა, ასევე უსაფრთხოების პროფილი. საკვირველ პოპულაციას წარმოადგენდა სრულწლოვანი დედრობითი და მამრობითი სქესის პირები, რომლებიც მანამდე უკვე იღებდნენ სხვადასხვა ანტიარითმულ პრეპარატებს. აღნიშნულ ანტიარითმულ პრეპარატებზე ვერ იქნა მიღწეული შედეგი, ვერ იქნა მიღწეული ექსტრასისტოლიის სამიზნე ციფრები 1024 საათის განმავლობაში და შემდგომ მოხდა აღნიშნული ანტიარითმული პრეპარატის ეტაციზინით ჩანაცვლება. ეტაციზინი ეძლეოდათ პაციენტებს 100 მგ დღიური დოზა, მოგეხსენებათ საწყისი დოზა არის სწორედ ეს 50 მგ ორჯერ მიღებით და მაქსიმალური დოზა არის 3 ჯერ დღეში, მაგრამ ყველა პირს კვლევაში ჩართულს ჰქონდა საწყისი 50 მგ ორჯერ დღეში. ეს ის პრეპარატებია ქვემოთ ასევე მოცემული, რომელსაც იმყოფებოდნენ ეს პაციენტები, ეს იყო სხვადასხვა ბეტა-ბლოკერი, სოტალოლი, ვერაპამილი, ამიოდარონი, პროპაფენონი და ეტაციზინით მკურნალობის ინიცირებამდე ყველა პაციენტს უტარდებოდა 24 ან 48 საათიანი EKG ჰოლტერ მონიტორინგი და ყველასთან უნდა ყოფილიყო ჩართვის კრიტერიუმს წარმოადგენდა, რომ ყველასთან უნდა ყოფილიყო მაღალი სიხშირით წინაგულოვანი ან პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია. რაც შეეხება გამორიცხვის კრიტერიუმებს, აქ გამორიცხვის კრიტერიუმები იყო შემდეგი. ჩვენ ვცადეთ, რომ გამოგვერიცხა ისეთი პაციენტები, რომლებსაც მაგალითად ელექტროლიტული დისბალანსის გამო ჰქონდა ექსტრასისტოლური არითმია, ან მოაპროვოცირებელი ფაქტორი იყო ეს. ან სხვადასხვა გენეზის ანემია. ხშირად ამეთანხმებით საყლაპავის დიაფრაგმის ხვრელის თიაქარს იწვევს და ხელს უწყობს პროვოცირებას სხვადასხვა არითმიებს. ნევროპტულობა და შფოთვითი აშლილობა ეს ის პაციენტებია, რომლებიც ჩვენს კვლევაში არ შესულან. კვლევა მიმდინარეობდა 2018 კვლევაში ჩართული იქნა 2018 წლიდან 2022 წლამდე ჩაფიცის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მყოფი პაციენტები, რომლებსაც დაენიშნათ ეტაციზინი და შემდგომ ინფორმაცია შეგროვებული იქნა ორ ეტაპად. პირველ ეტაპს და პირველ ვიზიტს წარმოადგენდა მკურნალობის ინიცირებიდან თვე ნახევარი, ხოლო გვიან პერიოდს მეორე ეტაპს ინფორმაციის შეგროვებისა ეს იყო უკვე 6 თვიანი follow-up-ი, ესე რომ ვთქვათ. ეს სქემატურად თუ კვლევა როგორ იყო დაგეგმილი, რა კვლევები და რა მონაცემები ხდებოდა პაციენტებისგან მიღება,
სულ ჩართული იქნა 98 პაციენტი. 98 პაციენტიდან პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არითმიის შემთხვევაში ეტაციზინის ფონზე 99%-ში იქნა დაფიქსირებული ეფექტი, ხოლო წინაგულოვანი ექსტრასისტოლიის შემთხვევაში 93%-ში იქნა დაფიქსირებული ეფექტი. ხა მინდა რომ ეს ყველაფერი ეს ფრაზა ჩავშალოთ უფრო დეტალურად და გავიაროთ როგორც წინაგულოვანი ექსტრასისტოლური არითმიის ფონზე, ასევე პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არითმიის ფონზე. შევეცადე ასევე მომეტანა თითოეული ყველაზე საინტერესო და ყველაზე ეფექტური პაციენტის შემთხვევაც, რომელსაც დავარქვით მაქსიმალური ეფექტი და წინაგულოვანი ექსტრასისტოლიის შემთხვევაში მაქსიმალური ეფექტი იყო, აი თქვენ ხედავთ 93.8%-იანი, ხოლო გვიანი პერიოდის ეფექტი შენარჩუნებული იქნა 94%-ზე მეტ შემთხვევაში. ეს იყო პაციენტი, რომელსაც სხვა ანტიარითმულ პრეპარატზე და გეტყვით, რომ კომბინირებულ ანტიარითმულ თერაპიაზე ქონდა 19,406 წინაგულოვანი ექსტრასისტოლია, ხოლო ეტაციზინის 100 მგ-იანი დღიური დოზის შემდგომ ადრეულ პერიოდში, ანუ 1 თვის შემდეგ ქონდა 1211 წინაგულოვანი ექსტრასისტოლია, ხოლო გვიან პერიოდში 6 თვის თავზე გაკეთებულ ჰოლტერ მონიტორინგით 1105 წინაგულოვანი ექსტრასისტოლია. რაც შეეხება საშუალო ეფექტს, აქაც კარგი ციფრები იქნა დაფიქსირებული, ეს არის ადრეული პერიოდის ეფექტი 99%-მდე, ხოლო გვიანი პერიოდის ეფექტი მეტი 91%-ზე. პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არითმიის შემთხვევაშიც ყველაზე ისეთ საინტერესო და მაქსიმალურ ეფექტიანი პაციენტი, ესე ვთქვათ, 18,000-ზე მეტი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიით იყო, რომელსაც 1000-ზე ნაკლები ექსტრასისტოლია დაუფიქსირდა უკვე კვლევის შემდგომ ვიზიტებზე, რომელმაც პროცენტულად, როგორც ადრეულ, ასევე გვიან პერიოდებში 95%-მდე ეფექტურობა აჩვენა. საშუალო ეფექტს რაც შეეხება, აქაც დადებითი მაჩვენებლები აქვს ეტაციზინს, როგორც ადრეულ, ასევე გვიან პერიოდში. ადრეულ პერიოდში 82%-იანი ეფექტურობით ხასიათდება, ანუ აქ არის უშუალოდ შედარებული ეტაციზინამდე და ეტაციზინის შემდგომ ადრეულ და გვიან პერიოდებში პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის რაოდენობა. რაც შეეხება სამიზნე ციფრების მიღწევას, გასაგებია რომ თქვათ შეიძლება რომელიმე პრეპარატი იყოს ეფექტური და ქონდეს დადებითი ეფექტი დაავადებაზე, თუმცა ძალიან საინტერესოა აღწევს თუ არა იმ სამიზნე ციფრებს და იმ დასახულ მიზანს, რაც ექიმსა აქვს კონკრეტულ შემთხვევაში და ამ დროსაც ეტაციზინმა 99%-ში მიაღწია დადებით სამიზნე მაჩვენებელი წინაგულოვანი ექსტრასისტოლიის შემთხვევაში, ხოლო 86% პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არითმიის შემთხვევაში დამეთანხმებით, რომ საკმაოდ მაღალი ციფრებზე არის საუბარი. ექსტრასისტოლური არითმია არის ერთ-ერთი არითმია, რომელსაც პაციენტთა უმრავლესობა ძალიან მკვეთრად აღიქვამს, განიცდის, არის შემაწუხებელი, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე და იწვევს სუბიექტური გაუარესებას და ეს არის ის ციფრები, იმ პაციენტთა პროცენტული რაოდენობა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ეტაციზინის ფონზე გაუმჯობესდათ სუბიექტური შეგრძნებები, მოეხსნათ არითმიის შეგრძნება და დადებითი გავლენა ჰქონდა ცხოვრების ხარისხზე, როგორც ადრეულ პერიოდში, ასევე გვიან პერიოდში. არც ერთი პრეპარატი არ ხასიათდება გვერდითი ეფექტების გარეშე, არ არსებობს და არ არის გართულებების გარეშე. ჩვენ ამ 98 პაციენტიდან მქონდა 4 შემთხვევა, რომელიც არის 1%-ზე ნაკლები პროცენტულად. თუმცა ძალიან საინტერესო შემთხვევები და ძალიან მოკლედ ამ 4 შემთხვევას თქვენთან ერთად განვიხილავ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან ძნელია გადაჭრით ითქვას, რამდენად 100%-ით ეს გვერდითი ეფექტი თუ გართულება უკავშირდება ეტაციზინს, თუმცა ეს პაციენტები ეტაციზინზე გადასვლის შემდგომ იქნა ამ პაციენტებთან ეცვლები დაფიქსირებული. პირველი ეს არის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, 42 წლის ქალი, სტრუქტურულად ნორმალური გულით, მანამდე იყო რამდენიმეჯერ ნაცადი სხვადასხვა ტიპის და კომბინაციის ანტიარითმული პრეპარატები, მათ შორის პირველი C კლასიც, ბეტა-ბლოკერიც, არ ვიცი, ყველა ნაცადი იყო. ამის შემდგომ დაინიშნა ეტაციზინი 50 მგ ორჯერ დღეში და დაახლოებით 1 კვირის შემდგომ პაციენტს დაჭირდა ჰოსპიტალიზაცია, დიაგნოზი იყო პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რა თქმა უნდა მოიხსნა ეტაციზინი, იქ გაკეთდა კორონაროგრაფია, კორონარების სუფთა, გაკეთდა გულის MRT-ზე სუფთა და რა თქმა უნდა პაციენტს ეტაციზინი აღარ დანიშნია,
არ განმეორებულა პარკუჭოვანი ტაქიკარდია, თუმცა ის რის გამოც ჰქონდა არითმია, პაციენტს ისევ უგრძელდება და არც ისეთი დიდი რაოდენობით არის ექსტრასისტოლია, რომ რაღაცა იქ აბლაციაზე იყოს საუბარი. მეორე პაციენტთან დაფიქსირდა არამდგრადი პოლიტოპური პარკუჭოვანი ტახიკარდიის ეპიზოდები ჰოლტერ მონიტორინგით და აბლაციაზე იქნა გადამისამართებული პაციენტი. მესამე შემთხვევა 60 წლის მამაკაცი, რომელთანაც გეგმიურ EKG ჰოლტერ მონიტორინგზე დაფიქსირდა გარდამავალი ST სეგმენტის ელევაცია. პაციენტი იყო აბსოლუტურად უსიმპტომო და ძნელი სათქმელია საერთოდ რა ელევაციასთან იყო საქმე, იყო თუ არა იშემია, იმიტომ რომ პაციენტმა საერთოდ ყოველგვარ კვლევაზე, მათ შორის სტრეს ტესტზეც, კორონაროგრაფიაზეც უარი განაცხადა და ძალიან ძნელი აქედან მომდინარე რაღაც დაბრალდეს ეტაციზინს, თუმცა მასთან დროში კვეთა აქვს. და მეორე ხარისხის ავე ბლოკადა და ეტაციზინის დოზის შემცირების შემდგომ, რა თქმა უნდა, ამან განიცადა უკვე განვითარება პირველი ხარისხის ავაგამტარებლობის დარღვევამდე. ხარად შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან თემას და ეს თემა ეხება ბრადიკარდიას. მოგეხსენებათ, რომ მედიცინაში და კარდიოლოგიაში განსაკუთრებით არ არის რაღაცა იზოლირებულად და ჩვენი პაციენტების ბევრ პაციენტს სხვადასხვა არითმიასთან ერთად აქვს თანხმლები ბრადიკარდია. აქ ჩნდება სწორედ შეკითხვა, რა პრეპარატი დავნიშნოთ პაციენტთან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, პრეპარატების უმრავლესობა ასოცირებული არის ანტიარითმულ პრეპარატებზე, მაგრამ რა თქმა უნდა საუბარი, ასოცირებული არის ბრადიკარდიასთან და ხშირად არის ხოლმე, რომ ვერ ხდება სამიზნე დოზების მიღწევა პაციენტთან და შესაბამისად ხდება ამათ იმ პრეპარატის დოზის შემცირება ან საერთოდ დოზის მოხსნა. ეტაციზინი არის ვიტყოდი ერთადერთი პრეპარატი ამ ეტაპზე, რომელიც არ იწვევს ბრადიკარდიას, მეტიც ზოგიერთ შემთხვევაში იწევს შედარებით ტაქიკარდიას არა, მაგრამ იწევს გულისცემის სიხშირის მომატებას და ეს არის ზუსტად ჩვენი კვლევის შედეგები. საშუალო გულისცემის სიხშირეა დათვლილი 24 საათიან ჰოლტერზე. საწყისი საშუალო ეტაციზინის ინიცირებამდე იყო 64 შეკუმშვა წუთში. პირველ ვიზიტზე ადრეულ პერიოდში საშუალო პულსს შეადგინა 70, ხოლო გვიანი პერიოდში 79. ამით მინდა ვთქვა ის, რომ ეტაციზინი არჩევის პრეპარატია იმ პაციენტებში, რომლებთანაც ესათვის არითმია შეუღლებულია ბრადიკარდიასთან. და საბოლოოდ რაც შეეხება ჩვენს ორ მიმართულობას, ეფექტურობასა და უსაფრთხოებას, ეფექტურობის თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ექსტრასისტოლიის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება ახასიათებს ეტაციზინს, დადებითი ეფექტი ნარჩუნდება ხანგრძლივი დროით, ხდება ექსტრასისტოლიის სამიზნე დოზის მიღწევა, სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა და მნიშვნელოვანი სუბიექტური გაუმჯობესება და დადებითი გავლენა ახასიათებს ცხოვრების ხარისხზე. რაც შეეხება უსაფრთხოების პროფილს, აქვს გვერდითი მოვლენების დაბალი მაჩვენებელი და არ იწვევს ბრადიკარდიას. ეს არის ის ჟურნალი, რომელსაც გესაუბრეთ, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის European Heart Journal, აგვისტოს ნომერი, სადაც ხედავთ მარცხენა მხარეს ჩვენს აბსტრაქტს და სტატიას, ხოლო მეორე მხარეს არის ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის ბაზიდან სკრინშოტი, რომელიც არის ESC 365, ხელმისაწვდომია უფასოდ ყველასთვის, შეგიძლიათ თქვენს ნახოთ და გაეცნოთ ამ მონაცემს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.